დიდი მადლობა ქალბატონო ანალენა, რომ ევრონიუსზე გვესტუმრეთ. ჩემი პირველი კითხვა ფაქტობრივად ეხება იმ განცხადებას, რომელიც შესაძლოა არც არის პოლიტიკური ხასიათის. თუმცა ევროპელები უბრალოდ გააუგნავ გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო ცივილიზაციის განადგურებაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტზე, რომ ის პაპმას ნეობრიობის საკითხი დააყენა. რამდენად უჭერთ მხარს მის მიდგომას? ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი დაფუძნებულია ჰუმანურობისა და ჩვენის ზნეობის საერთო გაგებაზე. იმიტომ რომ გაერთიანებული ერების შექმნა განაპირობა მეორე მსოფლიო ომის სისხლისღვრამ. ჩემი საკუთარი ქვეყნის გერმანიის მიერ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილმა გენოციდმა და ხოცვა-ჟლეტამ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სამართლის ირგვლივ მიმდინარე კამათს, რომ ეს რაღაც თეორიული ცნება და აღჭირდება, რაც სამწუხაროდ ზოგიერთი ევროპული მთავრობისგანაც გვესმის. ნამდვილად არ უმყარებს ზურგს ჩვენი ისტორია, რადგან ეს სამართალი ყოველთვის ემთხვეოდა ჰუმანურობის ჩვენს საერთო გაგებას. თქვენ ამბობთ, რომ ამ სამართალს თავს ესხმიან და ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ მთელ ევროპაში აღარავინ მიმართავს მას. ჩვენ სავარაუდოდ ახალ ეპოქაში შევედით, მაგრამ ვინ დაიცავს მას? რამდენად შესწევს გაეროს ძალა, რომ ისევ შეასრულოს ეს როლი? გაერო არ არის ერთი ინდივიდუალურად მოქმედი პირი. ეს არის 193 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წევრი სახელმწიფოების ერთობლიობა და ყველამ კარგად ვიცით, რომ გვყავს უშიშროების საბჭოც, რომლის ფარგლებშიც 5 წევრ ქვეყანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ სახელმწიფოთაგან ყველა არ ასრულებს ამ პასუხისმგებლობას, სამაგიეროდ იყენებს ვეტოს უფლებას, რომელიც ყოველ მათგანს აქვს და საერთაშორისო სამართლის დარღვევასაც კი იცავს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ დანარჩენი სახელმწიფოები ერთად დადგნენ და დიახ, ვხედავთ საერთაშორისო სამართლის დაცვის ფაქტებსაც. მაგალითად, შუა აზიის სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმება საზღვრების ირგვლივ არსებულ სადავო საკითხებში, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვერ გადაწყდა და გასულ წელს მოგვარდა. მათ შორის ტერიტორიულ წყლებში თანამშრომლობის საკითხიც გადაიჭრა. სწორედ ეს არის გაეროს ძლიერი მხარე, რომ მანამდე აღკვეთოს კრიზისი, სანამ გამწვავდება. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ეს ყველგან არ ამართლებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივი წევრი გადაწყვეტს, რომ საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. თქვენ ახსენეთ ვეტოს უფლება და რომ ზოგიერთი ქვეყანა არ იღებს თავის თავზე ნაკის პასუხისმგებლობას, რითაც აშკარად რუსეთზე მიანიშნეთ. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომელთა მიხედვითაც გაერო პრობლემის ნაწილია და რომ ის ვერ მოერგო ახალ დროს, რომ ვერ მოახერხა ბოლო 2 წლის განმავლობაში რომელიმე სერიოზული კონფლიქტის მოგვარება და რომ ის მოძველდა. რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა? ეჭვგარეშეა, რომ გაერო საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ რეფორმის შუაში ვართ, რომელსაც გაერო 80 ეწოდება. ბოლო 17 წლის განმავლობაში ვცდილობდით უშიშროების საბჭოს რეფორმას, რომელსაც ვეტოს ინიციატივა შეეხო, მაგრამ სამწუხაროდ ამას უშიშროების საბჭოს ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. მე ყოველთვის აღვნიშნავ ეროვნული კონტექსტის მნიშვნელობას, რადგან მაგალითად, ყველა ევროპულ ქვეყანაში კანონი მკაფიოდ ამბობს, რომ არავის მოკლა არ შეიძლება. თუმცა მკვლელობა მაინც ხდება, მაგრამ არავინ ამბობს, მოდი გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რადგან ვერ აღკვეთეთ მკვლელობა. ამას პოლიცია და საზოგადოებაც უნდა დაუპირისპირდეს. სწორედ იგივე ითქმის გაეროსაც. ყოველდღე უკეთესი უნდა ვიყოთ ვიდრე წინა დღეს, მაგრამ მეტისმეტად ვართ დამოკიდებული წევრ ქვეყნებზე და თუ წევრი ქვეყანა იქნება აგრესიის ინიციატორი. ეს არ ნიშნავს, რომ გაერო დამარცხდა, ქარტიაში არ არის მკაფიოდ ჩაწერილი, რომ ეს არ შეიძლება. ეს წევრი სახელმწიფოს ბრალია, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ეს ქარტიის დარღვევა და მაინც ომს იწყებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ დანარჩენი წევრი სახელმწიფოებიც დაუპირისპირდნენ ამას. ერთმა გენერალურმა მდივანმა თქვა, ისთვისაც არის საჭირო გაერო, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. მან თქვა, გაერო შეიქმნა არა იმისთვის, რომ კაცობრიობა სამოთხეში შეიყვანოს, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობა ჯოჯოხეთისგან დაიცვას. ასე რომ გაეროს მისია არის არასრულყოფილი მშვიდობის დამყარება, არამედ მოქმედება საზარელი კრიზისების დროს. არამედ მოქმედება რთული კრიზისების დროს, როგორიც ახლა, მაგალითად ომი უკრაინასა თუ ღაზაში, სადაც გაეროში აქვს სურსათი, აღადგენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევს ბავშვებს მაშინ, როცა ეს ყველაფერი დანგრეულია. მსოფლიოში ბავშვების ნახევარი არ იქნებოდა აცრილი გაეროს დახმარების გარეშე, ასე რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი გარდა იმ აშკარა ჩავარდნისა, რომლის
წინაშე ცუდ გავართ. ჩვენ ხომ უშიშროების საბჭო გვაქვს დაბლოკილი. ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებს გაეროს იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა რამე პრობლემის გადაჭრა ბოლო 2 წლის განმავლობაში. უკრაინა ვერ მოაგვარა, სპარსეთის ყურეში ბევრი ვერაფერი გააკეთა, ვერც ღაზაში. მთელ ამ კრიტიკას სამართლიანად მიიჩნევთ, თუ საბოლოოდ მაინც ასეთ დასკვნამდე მიდიხართ. დიახ, გაერომ ვერ იმოქმედა, როგორც უნდა ემოქმედა, მაგრამ იმიტომ რომ არ ჰქონდა ამის საშუალება. მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ საბოტაჟი მოუწყო რუსეთმა და ამერიკაც ცდილობდა ისე ემოქმედა, რომ მას ვერაფერი გაეწყო. როდესაც ვეტოს უფლებას იყენებ, რაც იმას ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოში ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება და მერე წუწუნებ, რომ ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას, აშკარაა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაც არის, ვინც ვეტო დაადო. ეს განსაკუთრებით ეხება ახლო აღმოსავლეთსა და ვითარებას ღაზაში. ხშირად სწორედ ამერიკის ადმინისტრაცია მიმართავდა ვეტოს, თუმცა ყოველდღე ვხედავთ და არაფრის შელამაზებას არ ვცდილობ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოს ნაკლსაც. და მაინც ჩემი ამოცანა და იმ ხალხის ფუნქცია, რომელსაც ჯერა საერთაშორისო სამართლის, ის არის, რომ უფრო გულმოდგინედ ვიმოქმედოთ, თუნდაც ყველაზე მძიმე დროს. ნახეთ ღაზასთან დაკავშირებით, რომ წევრების უმრავლესობამ საფრანგეთმა და საუდის არაბეთმა თავის ხელში აიღო ეგრეთ წოდებული ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მისაღებად კონფერენციის მოწყობა სექტემბერში. 140 სახელმწიფო მიბაძა მათ მაგალითს დიდი კამათის შემდეგ და ამ დროს გამოვიდა ამერიკის ადმინისტრაცია. მოქმედი პრეზიდენტი ადგა და თქვა, მე მოვიწვევ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ვაშინგტონში და მან უშიშროების საბჭოში რეზოლუციაც დადო. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაეყრდნო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას უფრო განუხრელად დაიცავდნენ. ამაში მეტად რომ ყოფილიყო ჩართული გაერო, მაგრამ მათ სხვანაირად გადაწყვეტეს. როგორ გგონიათ, ევროკავშირს რამდენად შეუძლია შუამავლის ფუნქცია შეასრულოს გლობალურ საერთაშორისო დონეზე? და ისევ კრიტიკის თემას რომ დავუბრუნდეთ, რომელიც გამუდმებით ისმის, რომ ევროპა ძალიან ნელა მოქმედებს და არ არის საკმარისად ეფექტიანი. როცა ამ საკითხს გარედან უყურებთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ უსამართლოა ეს კრიტიკა, რომ ევროპელები ისევ წამყვან ძალას წარმოადგენენ, თუ ჩვენც მოვძულდით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიყავი, კარგად ვიცი, რომ ევროპას სწრაფადად შეუძლია მოქმედება. როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა უქმეებზე და სანქციების პაკეტი დაამტკიცა, სანამ ბაზრები გაიხსნებოდა. ევროკავშირში ყოფილა ამის მაგალითი განსაკუთრებით ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც სწრაფად მოქმედებენ და ძალიან კარგად განსაზღვრავენ მიზნებს. გაეროს სჭირდება ძლიერი ევროპა, ისევე როგორც ძლიერი აფრიკის კავშირი ასეთ დროს, რადგან ორივე კონტინენტზე კარგად იციან საკუთარი წარსულის მწარე გამოცდილებით, რომ მრავალმხრივი წესრიგის დაცვა საუკეთესო ფორმაა. მთელ მსოფლიოსთან შედარებით 27 სახელმწიფო არ წარმოადგენს უმრავლესობას, მაგრამ ევროკავშირი თავის წევრ სახელმწიფოებთან ერთად გაეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია. ამიტომ ევროკავშირელ პარტნიორებს მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტად ჩაერთონ რეფორმის პროცესში, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ. ასევე დაგვეხმარონ, რომ ჩვენი ინსტიტუტები უკეთ მოერგონ დასახულ მიზნებს და უკეთ მოემზადონ მომავლისთვის. იმიტომ დაგისვით კითხვა საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ ევროკავშირს ახლა. უკვე რეფორმისკენ მოწოდებაც კი გაისმა. ითხოვენ, რომ ევროკავშირში უარი თქვან ერთსულოვნების პრინციპზე და საკითხები კვალიფიციური უმრავლესობის საფუძველზე გადაჭრენ. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც გეკავათ და ახლა გაეროში ხართ? რამდენად შესაძლებელია საგარეო პოლიტიკის სწრაფი კურსის გატარება კვალიფიციური უმრავლესობის მეშვეობით? კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით კენჭისყრის ირგვლივ დებატები კარგა ხანია მიმდინარეობს ევროკავშირში და მას ყოველთვის უჭერდა მხარს გერმანია და ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის სფეროც დაემატა. საქმე ისაა, რომ ვიცით მაგალითად რა რთულია გაფართოების პროცესი ახლა იმავე ბალკანეთის სახელმწიფოებთან მიმართებით, თუ ყოველ ნაბიჯზე ერთსულოვან მხარდაჭერას მოვითხოვთ. ამიტომ ჩემი აზრით ეს ევროკავშირის ინტერესებშიც შედის, რომ უფრო სწრაფად და ძლიერად იმოქმედოს და ეს გაეროს ინტერესებშიცაა, სადაც ახლა მუშაობ, რადგან საერთაშორისო სამართლის ერთგული ევროპელის ძლიერი ხმა გაეროსაც აძლიერებს. მაგრამ ახლა ასეთი წინააღმდეგობებით ახსავსე დროში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ევროკავშირი 27 სახელმწიფოს სახელით საუბრობს, ხოლო ეს 27 წევრი სახელმწიფო იმეორებს მის პოზიციას, რათა უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისმოდეს. ეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ხმა კი არ არის, არამედ 27 ქვეყნისა. იმიტომ რომ ზოგჯერ ასეთ დებატებში უბრალოდ აუცილებელია მტკიცე უმრავლესობა, რადგან არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ავტომატურად მივიღებთ უმრავლესობის მხარდაჭერას.
რაც შეეხება გაეროს მომავალს, ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი თუ ვინ იქნება ახალი გენერალური მდივანი. დღევანდელ ძალიან რთულ გლობალურ ვითარებაში, როდესაც ზოგი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი კრიტიკა პირადად მოქმედ გენერალურ მდივანს ეხება, რა თვისებები და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მომავალ გენერალურ მდივანს. ჩემი აზრით ეს ყველაზე რთული საქმეა მსოფლიოში დღევანდელ ვითარებაში, რადგან ემსახურო 193 წევრ ქვეყანას, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მათგანი მაინც ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეც არის. თანაც მომავალმა გენერალურმა მდივანმა ისიც უნდა თქვას თუ რას ემსახურება გაერო. მაგალითად იმ 8 მილიარდ ადამიანს შორის, რომლებსაც გაერო ემსახურება, ნახევარი ქალია. გაეროს არსებობის 80 წლის განმავლობაში არასდროს ყოლია გენერალური მდივანი ქალი. ასე რომ თუ კი ხარ ინსტიტუტი, რომელიც თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ისმის კითხვა ამ ხნის განმავლობაში რატომ არასდროს აურჩევიათ ხელმძღვანელად ქალი. პირადად თქვენ ურჩევდით, რომ ქალი აირჩიონ? პირადად მე კი არა, წევრი სახელმწიფოები ერთსულოვნად შეთანხმდნენ და მოუწოდებენ, რომ ქალი დაასახელონ და თუ ახლა ასე არ მოხდა, აშკარად დადგება ნდობის საკითხი. გარდა ამისა, დაჟინებით ითხოვენ გაეროსგან, რომ იყოს ლიდერი, რადგან მოცემულ ვითარებაში საჭიროა ლიდერი, საერთაშორისო ინსტიტუტებში მიღებული გამოცდილება და უნარი იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხიდი გადო. როგორ გგონიათ, მშვიდობის საბჭო ხომ არ შეუქმნის პრობლემას გაეროს ან მისი კონკურენტი ხომ არ იქნება? თუ არ მიიჩნევთ ამ მექანიზმს ისეთ კონკურენტად, რომელიც გაეროს აჯობებს მომავალში. საკმაოდ გონივრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გაეროს თითოეულ წევრს მნიშვნელობა არ აქვს დიდია თუ მცირე ან რამდენად ძლიერია, თანაბარი უფლება აქვს. ეს არის უნიკალური პასუხისმგებლობა და უნიკალური როლი, რომლის შესრულებაც გაეროს შეუძლია. მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, მათ შორის იმათაც, ვინც მშვიდობის საბჭო შეუერთდა, რომ ეს ორგანო მხოლოდ ღაზის საკითხს აგვარებს, ხოლო ყველა სხვა საკითხზე, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება, პასუხისმგებელია გაერო და საფუძვლიანადაც, რომელსაც არაფერს უხდი, რადგან წარმოადგენს შენი ქვეყნის ხალხს და ყველას თანაბარი უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის პრობლემასაც ეხმაურება. იქნება ის ლეგალური საკითხები თუ გადასახადები. დიდი მადლობა ქალბატონო ანალენა, რომ ევრონიუსზე გვესტუმრეთ.